მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლუკა კვარაცხელია, თქვენ უყურებთ გამაგრეპლინგის კონფერენციას, რომელიც მიძღვნილი იქნება ლოქენჩოუკისა და ლეგიონის დაპირისპირებისადმი. არა, გიორგი მაეტროშვილაიშვილი ესე არ შეცვლა, არ გასუქებულა. დღეიდან გამაგრეპლინგის კონფერენციებსა და საღამოებს წარუძღვები მე, დიცერი ლუკა. ჩვენთან ერთად არიან ლეგიონის კაპიტანი აჩილ ბეიჟაშვილი და ლოქენჩოუკის წარმომადგენელი ვასო თვალიაშვილი. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად ფორმაში ვართ, მელოდებით ბრძოლას. კარგი, მოდი დავიწყოთ ლეგიონიდან. ლეგიონში საკმაოდ ბევრი ცვლილება არის შედარებით წინა ხეჯიბრისგან. მხოლოდ ბრაისონ ვესლი იქნება ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ისევ იასპარეზებს ამ ტურნირზე, ისევ როგორც წინაზე. რომ მოგვიყვე, რა შეიცვალა, რატომ მოხდა ამდენი ცვლილება და ვინ არიან ბიჭები, რომლებიც გამოვლენ 14-ში. ლეგიონიდან შეიცვალა ოპერაციების და ტრავმების გამო და როლანდი არ იმყოფება საქართველოში. ერთი ბრაისონი იქნება ისე, ვისაც გამოსვლება იქნება ქონდა კვინტეტზე. ბეკაერაძე იქნება გამოსული მებრძოლი, ყველა მის და გამაში ბევრჯერ უჭიდავია და ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იქნება, ჩემი აზრით, გუნდის. ასევე იქნება გოცა ახალგაზრდები და ჟღენტი არჩილი, ესეც მის მებრძოლი, ყველა არის საკმაოდ გამოსული გრეპლერი. მე ვთვლი, რომ კარგი გუნდი ვართ, ძლიერი გუნდი ვართ. თანარჩენი რაც შეეხება, ვინც არ არის, ლადო გარკვეული მიზეზების გამო არ იქნება. ეგ უკვე ისეთი საკითხია, რომ ცოტა ისეთია. არ ვამბობთ ჯერ არ ვამბობთ. ალბათ გამარჯვების გზებზე რომ დავბრუნდებით, მე ვისაუბრებთ მაგაზე, შემდეგ ბრძოლისთვის უკვე. როგორ ფიქრობ, ახალი გუნდიც ისეთივე ძლიერია, როგორც ლეგიონის წინა გუნდი იყო, თუ მაინც დაიწყობა ცვლილება გუნდს? როგორ შეაფასებდი ამ გუნდს? ძლიერები ხართ ისევ, თუ მეტნაკლებად გეტყობათ ტრავმები და რაც ახსენე, მათი გამოკლება? გუნდი ძლიერი ვართ, ნამდვილად. გუნდი ძლიერი ვართ. ისეთი გამოსილი გუნდი არ არის, ესე ვთქვათ, გამას რინგზე. ის ნამყოფი არის, მაგრამ გუნდი ძლიერი არის და ჩვენი გუნდის გჯერა. კარგი, მოდი გადავიდეთ ლოქენჩოუკის წარმომადგენელთან, ვასო თვალიაშვილთან. სხვა შორის ვასოს ხვალას აქვს ბრძოლა, ხვალ იქნება დაპირისპირება გრეპლოსტრიცსა და რუსთავის გუნდ Black Eagle BJJ შორის, სადაც პრელიმ ფაიტში გამოდის ვასო და ასევე ერთი კვირის შემდეგ გამოდის გუნდ დაპირისპირებაში. გამარჯობა ვასო. გამარჯობა. შენ გუნდიდან მხოლოდ ერთი ცვლილება გვაქვს, თუმცა საკმაოდ სუყე არის ეს ცვლილება, როგორც გავიგეთ ყავისფერი კამერის მომხრეთიდან, რომ მოგვიყვე ამ ბიჭზე, ვინ არის, როგორ დაიმატეთ, როგორ ბიჭია, გავაცნოთ მაყურებელს. კი ბატონო. გვაქვს ცვლილება გუნდში, ყავს ოგანესი, კოცაიანი, რომელიც არის ყავისფერი კამარი, კრასნოდარის 10th Planet Jiu-Jitsu-დან. ეს და არა მარტო ეს, ლუკა კიდე სხვა ცვლილებებიც გვაქვს ამის გარდა. ეს გამომდინარეობს იმისგან, რომ იცვლება ყოველთვის, როგორც ჩემმა ოპონენტმა ახსენა, ტრავმების, რაღაც სხვადასხვა პირადი პრობლემების გამო ცვლილებებია მუდმივად თარიღებშიც, მაშინ როდესაც ჩვენ ჩანიშნული ქონდა პირველი ივენთი გიმნაზიასთან 12 დეკემბერს ამ თარიღმაც გადაიწია, შესაბამისად ცვლილება რომელიც გვაქვს არსენის და კვინტენის სახით, ესეც სწორედ ამითაა გამოწვეული. ძალიან ტექნიკური და ფეთქებადი ბიჭები დაგვემატნენ და არ ვიცი, ორჯერ უფრო ძლიერ ლოქენჩოუკს ნახავთ, ვიდრე წინაზე იხილეთ. ზუსტად ამის კითხვა მინდოდა, ანუ თვლით, რომ ახალი შემადგენლობით გუნდი გაძლიერდა 100%. 100%. არა მარტო ისინი ცვლილებების გარდა ჩვენც ბევრი რაც შეცდომა დაგვიშვია და რაც განგვიხილია ვარჯიშზე ყველაფერი გავაანალიზეთ, ყველაფერი დავხვეწეთ, როგორც მე ისე შემომწვრილმა და ყველა ტაქტიკა გავლილი გვაქვს. აჩო, შენ როგორ შეაფასებდი ამ დამატებას? შენი აზრით? ამდენად სწორია, ამდენად ეთანხმები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ლეგიონი ხა უძველესი დარბაზია, თქვენ გაქვთ ფუფუნება, რომ 200 კაცი ამოარჩიოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაცი ჭირავს მანდ. თუმცა გადაყილება მიიღო ლოქენჩოუკმა და მაინტერესებს შენი აზრი ამ ყავისფერი კამრის დამატების შესახებ. ლეგიონი ახლა ყველაზე დიდი გუნდია საქართველოში, რაოდენობითაც ხალხის რა არის, მაგრამ ესე ვთქვათ კომპეტიტორი ძალიან ბევრი არ არის. არის კომპეტიტორი, შეიძლება 20 ადამიანი იყოს და ვთქვათ მარტივია უფრო ლეგიონისთვის რომ ამოარჩიო. მე ვთვლი, რომ ეგ უფრო ფორმატი, რასაც გვაძლევს, თუ გვაძლევს საშუალებას რომ დაიმატონ, გრეპლინგისთვის კარგი იქნება. უფრო პოპულარული გახდება, უფრო სანახაობრივი იქნება, თუ ესეთი ადამიანი ჩამოყავთ მაგალითად. ესეთი გამოცდილი,
ძალიან საინტერესოა. ჩვენს უფრო ძლიერ ოპონენტებთან მოსინჯავთ ჩვენ ძალებს. პირიქით გიხარიათ. საინტერესოა ძალიან. კარგი, მოდი გადავიდეთ თქვენს უფრო წინა გამოსვლებზე. დავიწყოთ ლეგიონით. ლეგიონმა და გრეპლ სტრიტმა გვაჩვენა ალბათ მე თუ მკითხავთ საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტად სანახაობრივი და ლამაზი შეჯიბრი, სადაც ბოლო შეხვედრამ გადაწყვიტა უკვე მთელი შეჯიბრის ბედი. როგორ შეაფასებდი მაგ თლიან გამოსვლას? როგორი იყო შენთვის? რატო დამარცხდა ლეგიონი? როგორ ელაპარაკო თლიანად ივენტს შესახებ? ჩემთვის ბევრმა აღნიშნა და ჩემთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იყო. კვინტეტებში რაც საქართველოში და ძალიან მაგარი სანახაობა იყო. რაც შეეხება წესებს, რას გვთავაზობს და რა წესებით უნდა ვიჭიდაოთ გამა, თუ რა საბმიშენი გვაქვს, თუ რა წონა უნდა ჩავაბაროთ, 400 ჩააბარა ლეგიონმა პროფესიონალურად იცოდა, გუნდში არც ვარჯიშზე და არც ისე პროფესიონალიზმი არ გვაკლია, 400 კილო იყო, 400 კილო მოვიდა ჩააბარა. გრეპლ სტრიტმა 415 კილო ჩააბარა და 15 კილოში ძალიან დიდი კაცის დამატება შეგვიძლია და ერთ-ერთი დიდი როლი ამან იქონია, როგორც ასე ვთქვი, ვერ დაუკარგა ვერავის გამოსვლას, ვერც ლეგიონს და ვერც გრეპლ სტრიტს. ძალიან მაგარი ბრძოლები იყო, ძალიან მაგარი სანახაობა იყო. ვფიქრობ, რომ დავბრუნდებით ჩვენ რემაჩის გზაზე და უფრო მაგარი სანახაობა იქნება. ალბათ თუ 400-ზე შევთანხმდებით, ცოტა უფრო სხვა სასჯელი უნდა იყოს. თუ ვერ ჩააბარებ 400 კილოგრამს, ცოტა სხვა სასჯელი უნდა იყოს. შეიძლება პირდაპირ რაღაც სხვა პოზიციიდან დაიწყოს და აღარ იყოს ბრძოლა და თუ 415-ზე შევთანხმდებით, ჩვენთვის უკეთესია. რომ მოგიწიოთ ისევ შეხვედრა, თქვენი შეთავაზება რა იქნება? 400-ზე იქნებით თანახმა? თუ იყო 415, როგორ მოიწონთ? შეთავაზება არის გამას შეთავაზება. გამას შეთავაზება არის 400 კილოგრამი კვინტეტი. კი, მაგრამ მე ხლა თუ არ იცი გეტყვი, რომ Black Eagle BJJ და კოზანოსტრა, ანუ იგივე გრეპლ სტრიტი შეთანხმდნენ, რომ 410 კილოს ჩააბარებდნენ. თუ შევთანხმდებით რა პრობლემაა? ანუ თქვენთვის რომელი იქნება უპირატესი? თუ შევთანხმდებით პრობლემა არ არის. რო არ შევთანხმებულართ, ეგ იყო პრობლემა. 400 ვაბარებდით და 15 კილოთი მეტი ჩააბარა. ეგ პრობლემა. თუ შევთანხმდებით 430 იყოს. ანუ 450. ან 500 მაინც 100 კილოზე მეტი ახლა გრეპლი. გასაგები, ანუ ძირითადად ამ წონის გარშემო ტრიალებს თქვენი აზრით მარცხის მიზეზი. რაღაცებზე არ წავალ მარცხზე რაღაცეებზე, გადაწყვეტილება თუ არაფსტორი პოზიციიდან თუ საჯობა და რაღაცეებს მე ვთვლი რომ ეგ არაპროფესიონალურია. ჩემგან, როგორც კაპიტანისგან, ამჟამად ამ გუნდის, მაგას არ შევეხები, პირდაპირ თავს დავიწყებ, რაც იყო პირველი 400 კილოგრამი უნდა ჩააბაროს ხუთმა კაცმა, ჩააბარა პლუს 15 და მაქედან დავიწყებ, ეს არაფერს არ შევეხები საერთოდ. კარგი, გასაგებია. მოდი გადავიდეთ ვასოსთან. ვასო, შენი გუნდის წინა შეჯიბრს როგორ შეაფასებდი? რამდენად მოგეწონა, როგორ გააკრიტიკებდი შენი გუნდის წინა გამოსვლას და დღეს რა შეიცვალა, რითი ხართ უკეთესი გუნდი, როგორც ახსენე და რამდენად განსხვავებულ Loken Show-ს ნახავ ჩემ პირისპირებაში? ვერ ვიტყვის იმ ობიექტურად რო თქვა, არ შემიძლია იმის თქმა, რომ მომეწონა პერფორმანსი, ბევრად უფრო მეტის ჩვენება შეგვეძლო. თან მით უმეტეს იმ გუნდით, რომელთაც ვიყავით წარდგენილები, როგორც აღვნიშნე წეღან, ცვლილებები გვაქვს გუნდში, იდეაში ის ცვლილებები, რომლებიც უნდა ყოფილიყო მანამდე. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო განხორციელდა ამ ივენტზე და იქნება ეს ივენტი 21 თებერვალს, სადაც როგორც თქვი 100% გაუმჯობესებულ Loken Show-ს იხილავთ, თავისი, რავი, ფეხის მტკივნეულებით დაწყებული, ფეხებიდან, თავიდან ყველა ილეზე შეგვიძლია ჩასვლა ნებისმიერ რაღაცის გაკეთება და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვცდილობთ დარბაზში, ისევე როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური განვითარება მოახდინოთ საკუთარ თავებში. საკუთარი შეცდომებით ვისწავლოთ, გუნდში საერთო პრობლემები გავაანალიზოთ და ამის ხარჯზე მოახდინოთ პროგრესირება და ყოველ დღე ვცდილობთ რომ უკეთესი პერფორმანსი გქონდეს, რაც გარანტია იქნება იმის, რომ 21-ში ბევრად უკეთეს ბრძოლას იხილავთ, ვიდრე იყო ეს 26-ში. კაი, მოდი არჩილს ვკითხოთ. ალბათ ნანახი ექნებათ Loken Show-ის წინა გამოსვლა, რახან შემდეგი თქვენი კონკურენტი იქნება. თქვენ როგორ შეაფასებთ და გუნდი როგორ აფასებს ზოგადად Loken Show-ს, როგორ აღიქვავთ, რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგეა თქვენი აზრით? რო ილაპარაკოთ ამ გუნდზე ზოგადად. განსხვავება დიდი არის გუნდებს შორის.
თავიდან რა გუნდიც იყო ლოკენჩოუკი, ეხლა სხვა გუნდი არის საერთოდ. რამოდენიმე ადამიანი საერთოდ არ ვიცით, თქვათ, არ გვაქვს ნანახი ასპარეზზე, რა სჭიდაობს, მაგრამ როგორც ვიცით და გვამცნეს, ან კარგად ჭიდაობენ და ფეხებიდან თავისავ მიშენამდე შემოგთავაზებენ განახლებულ ლოკენჩოუკს და თვლი რომ ეს გუნდი უფრო კარგი გუნდი იქნება, რითიც ლოკენჩოუკი წარსდგება. მაგრამ ჩვენს კარგი გუნდი ვართ ძალიან და ცოტა სხვანაირი ტაქტიკით, სხვანაირი გრეპლინგს შევთავაზებთ გამას მაყურებელს. ასო იგივე მინდა მეკითხა შენთვის უბრალოდ ლეგიონის გუნდიდან 4 წევრი განსხვავებული იქნება და რამდენად იცით საერთოდ ის მონაწილეები ვინც ყავს ლეგიონის გუნდში, რამდენად იცნობთ და მოფიქრებული გაქვთ თუ არა ვისთან როგორ უნდა იჭიდაოთ, იმიტომ რომ მეტნაკლებად გამას მაყურებლისთვის ცნობილი ხალხი არ არიან, მეტნაკლებად ახალი წევრები ლეგიონის. კი, ცვლილებები ძალიან დიდია მოწინააღმდეგის გუნდში, რაც ჩვენი მხრიდან უფრო იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენ და უნდა ვიყოთ ბევრად უფრო ფრთხილები იმის გამო, რომ არ ვიცით ვინ არიან ესენი სინამდვილეში, მაგრამ ამავდროულად ეს არის იმის საბაბი და მიზეზი, რომ ვისაც ცალკეული გამოცდილება კონკრეტულად ამ ადამიანებთან მე მიჭიდავია რამდენიმესთან ამ კონკრეტული გუნდის წარმომადგენლებიდან და ასე თუ ისე ვხვდები და რაღაც სცენარებს წარმოვიდგენ და შემიძლია რაღაც მოკლე მონახაზი შევთავაზოთ ჩემ გუნდს და ამით დავეხმარო საერთო სურათის შექმნაში, რაზეც ჩვენ ვარჯიშობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ხნის წინ არა უბრალოდ ეს რაც გავიგეთ თვითონ განაცხადი ამის შემდეგ დავიწყეთ და არ ვიცი, ყოველ დღე როგორც არაერთხელ თქვი, ყოველ დღე პროგრესს განიცდის ჩვენი გუნდი. კარგი, ეხლა მინდა რომ ორივე დავამატო თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, დაამატეთ. მე რო გრეპლინგი დავიწყე, მაშინ ჩამოვიდა ნიკოლაი საქართველოში, თქვენი კაპიტანი და მაშინ დაიწყო ჩვენი პირველი ბრძოლები ლეგიონის ტატამზე. მეც არ შემდეგი ალბათ გამას რინგზე იქნება 2021 წელს რო ჩამოვიდა ნიკოლაი, მაშინ პირველად დაიწყო მეც ხა. აჩომ გიცნობთო მოკლედ. მაშინ დავიწყეთ მე და ნიკოლაი ერთმანეთთან ჭიდაობა. ხო შევis მეც. მაინც მაგიდან ვახსოვ. კი. ეხლა მინდა ერთი კითხვა დაგიშვათ ორივეს. და მე უკვე დარბაზთან გადავიდეთ. წინა პრეს კონფერენციაზე ესეთი აზრი ვთქვი და ორივე გუნდის კაპიტნისგან მეტნაკლებად მივიღე რაღაც წინააღმდეგობა. მაინტერესებს თქვენი აზრით. ანუ ჩემი აზრით, რახან ეს გუნდური შეჯიბრი არის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის კაპიტნის გადაწყვეტილებები, ანუ ტაქტიკურად უშუალოდ ვისთან აჭიდავებს, ვისთან გაიყვანს და შეიძლება იყოს მითითებები, რომ კონკრეტული მოწინააღმდეგე, რომელსაც თქვენ თვლით, რომ გაცილებით ძლიერი არის დანარჩენ გუნდის წევრებზე, ის უბრალოდ გამოთიშოთ სიტუაციას და არა იმიტომ, რომ მოვუგოთ, მაგიტო არ გახვიეთ. ამას აკეთებს ბითიმი, ამას აკეთებს პოლარისი, ამას აკეთებს რაღაც თენს პლანეტი, ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომღაც წინა გუნდის კაპიტნებმა ეს ისე მიიღეს, რომ შეურაცხყოფა არის გუნდი და სირცხვილია თითქოს ისე აჭიდაო ტიპი, რომ მოსაგებად კი არა, უბრალოდ გამოსაშად გაიყვანოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ან გაქვთ რა მოფიქრებული, რომ აი მაგალითად ლოკენჩოუკში არის ვიღაც, თქვათ ნიკოლაი, რომელიც მეტაკლებად საშიში არის და მოდი ვიღაც გავიყვანოთ და გამოვჩიოთ, ან თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ლეგიონში მაგალითად არჩილ ბეჟაშვილთან გავიყვანოთ ვინმეს, თუ თქვენ საპირებთ, რომ ხუთივესთან გავყვიდეთ გადასავლელად და მოსაგებად. თქვენი აზრი როგორი არის ტაქტიკულად, რამდენ მნიშვნელოვანია ეს რაღაცა კაპიტნისგან? ალბათ შოუსთვის წინაზე ვისაც ესაუბრეთ იმ კაპიტნებმა, იმიტომ თქვეს ესე, რომ ქართულ ხასიათშია, მაინც რომ გადიხარ აუცილებლად უნდა მოიგო. მაგრამ ეს არ არის ინდივიდუალური ბრძოლა. შეიძლება ერთმა ბრძოლმა წააგოს, მეორემ წააგოს და ერთმა ხუთივეს მოუგოს. თავარი არის რომელი გუნდი მოიგებს. მე არ ვთვლი იმას, რომ აუცილებელია. შეიძლება რაღაცა როლი შეასრულო გუნდისთვის. როდესაც სუპერფაიტი გაქვს და გამოდიხარ, შენ ის ბრძოლა უნდა მოიგო. მე ესე ვთვლი, პირადად. მაგრამ როდესაც გუნდური არის, შეიძლება რაღაც ტაქტიკა შეასრულო. ვაგნეროშას ტაქტიკაზე რო ვერავინ ვერ დააფინიშებდა, ეს იდეალური ტაქტიკა იყო და მძიმე წონასანი გამოთიშა ამით და მე ვთვლი, რომ ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ტაქტიკით მიდგომა, როდესაც კვინტეტი არის, ინდივიდუალურად აუცილებლად უნდა იბრძოლო ყველა ბრძოლის გამარჯვებაზე, მაგრამ შეიძლება ძალიან დიდი ძალა გამოვაცალოს ერთმა 60 კილოიანმა ადამიანმა, მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი ადამიანი შეიძლება ისე გამოვაცალოს გუნდს, რომ ძალიან დაასუსტოს და ის რგოლი იყოს
თავარი იმ გუნდისთვის. მე გეთანხმები აბსოლუტურად და უნდა ველოდოთ თუ რა თქვენგან თუ ამ შეჯიბრზე ან მინიმუმ ეხლა არაპირებთ ამას. მე უკაპიტნებ ლეგიონს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ჩვენი მწვრთნელები, რა თქმა უნდა გავლილი გვაქვს, ვიცით ვინ, როგორ, როდის გავა, ვისთან გავა, მაგრამ ალბათ კუთხიდანაც მე მჭირდება დახმარება ვთვლი და დახმარებებს მივიღებ აუცილებლად. დაწყებით ნახოთ ვინ დაიწყებს როგორ იქნება, მაგრამ მაგის და მიხედვით გამოჩნდება ყველაფერი უკვე. გასაგებია ვასო შეას ფიქრობ, შენ გითხარი იგივე თემაზე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტაქტიკა და ერთ-ერთი რა თქმა უნდა მოიცავს სათადარიგოს, რომელიც აწყობილია მეტოქის სტრატეგიაზე და იმ შემთხვევაში გამომჟღავნდება ეს თუ გავიგებთ კონკრეტულად რომელი მებრძოლი გამოდის მათზე და რომელი უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი მხრიდან მას. ინდივიდუალურად არ ვიცი მე პირადად შემიძლია ვთქვა რომ ყველაფრისთვის მზად ვარ და ყველასთვის მინიმუმ შემიძლია ვთქვა რომ უდიდესი ინტერესი მაქვს ყველასთან სპარინგის და შემიძლია და არ ვიცი იმედებსაც ვამყარებ ჩემ თავზე. ნახოთ რა იქნება. კარგი, დარბაზში დამწრებს თუ აქვთ კითხვები, შეგვიძლია მივცეთ გიორგი მონადირე ჭავჭავაძე დასვამს ახლა კითხვას. მოგესალმებით, კარგ მატჩს გისურვებთ, ძალიან საინტერესო არის თქვენი წყულის დაპირისპირება და მექნება ესეთი კითხვა. უშუალოდ მინდა იყოთ ორივე, მაინტერესებს როგორ შეაფასებდით ოპონენტის გუნდთან თქვენს შანსებს. კი მესმის რომ ლეგიონს დიდი ცვლილებები აქვს, მაგრამ კონკრეტულად მაინტერესებს რომ აი წყვილებში თქვენ გუნდს წაწერდოთ როგორ შეაფასებდით თავს. შეგიძლია უპასუხებს. თან მაქვს კითხვა რომ დამიზუსტო თუ შეგიძლია. ანუ ნახე, რამდენი პროცენტის თვლი რომ შენი გუნდი დაამარცხებს ლეგიონს ან პირიქით ლეგიონი ლოკენჩოუს. შანსები როგორ შეადაროთ თქვენი გუნდების საპირისპიროდ. ფავორიტი ანდერდოგი. კი მოდი ჯერ უპასუხოს ბატონმა აჩო რომ არ იღებთ. მე მგონი პირველად არის ბეტინგი, ხო? როგორც ნახეთ, არა? მესამე შეჯიბრია დაემატა. შეჯიბრია. კარი. რაღაც ისე ვნახე რომ ძალიან ფავორიტები ვიყავით და ეგეთი ფავორიტი მგონია არც ერთი გუნდი არ არის არც ერთთან. იმიტომ რომ ყველაფერი ხდება. მაგრამ ჩვენ გამარჯვებაში ბეტინგში რას გულისხმობთ? ანუ კოეფიციენტებს თუ? ხო, რაღაც კოეფიციენტები იყო. და მინიჭებული. რა კოეფიციენტები? რაღაც კოეფიციენტები იყო მინიჭებული. არ მახსოვს. თქვენ ბრძოლებს შენ სუპერფაიტზე ხო ალინდელზე რაღაცები? კი, მაგრამ ჩვენ გუნდურზე ხო არ არის? არა, რაღაც არის, გუნდურზეც არის. გუნდურზე და რაღაც იქიდან გამომდინარე ის. თქვენი რიცხვები რო გითხრათ თუ შეიძლება შენ როგორ ფიქრობ? აი პროცენტულად არ ამბობ. პროცენტულობას არა. კარგი, შენ რო გითხრავასო? მეც ანალოგიურად რა ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის მაგებაში. კარგი, და ასევე კიდე ერთ კითხვას დაგიმატებთ, მაინტერესებს თქვენი აზრით ვინ იქნება, ესე რა ვთქვათ, ამ ტურნირის ფავორიტი. ვის მოისაზრებთ და ყველაზე მეტად რომელ გუნდთან გსურთ გაიზიაროთ. ნუ ალბათ რევანშებიც იქნება, მაგრამ ნუ რევანშები რო გადავდოთ გვერდზე, რომელი გუნდი არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო სტილისტიკურად და ასევე ნუ საჭიდაოდ. ჩემთვის კოზანოსტრო. ბატონო აჩლო თქვენ რას ვიტყვით? ფავორიტი არის ლეგიონი 400 კილოგრამს თუ აბარებთ. პირველ რიგში წესები თუ დავიწყებთ 400 კილოგრამს ჩავაბარებთ, ფავორიტი არის ლეგიონი. თუ სხვა რამეზე შევხვდებით, მაინც ლეგიონია ფავორიტი. თუნდაც რომ ერთი მარცხით ვიწყებთ და ვიცი რომ დამარცხებული ვართ, მაგრამ მე ვიცი ლეგიონის ძალები და მჯერა მისი და ვიცი. მე მაქვს კითხვა, მოგესალმებით. ამჯერად მაყურებლის ადგილიდან მიხარია. მინდა შეგეკითხოთ ვინაიდან ამდენი საუბარი იყო წონის ჩაბარებაზე და ამ 400 კილოგრამში მოხვედრაზე. ამდენი ცვლილება ორივე გუნდში და ამის გათვალისწინებით მაინტერესებს თუ წარმატებულად ჩააბარებთ წონებს. ნუ პირველ ყოვლისა ლოკენჩოუკთან მაქვს შეკითხვა. კაპიტანი ფრიად მძიმე ყავს და მაგიტომ გამიჩნდა ეს შეკითხვა და რა თქმა უნდა არჩილთანაც. მადლობა წინასწარ. კი, წონაში ჩვეულებრივად შეგვიძლია წონაში ჩვეულებრივად ვეტევით. კაპიტანი არის 106 კილო, ჩვენ ყველა ჩვენ წილს ვიკლებთ. და ამაზე პრობლემა არ გვექნება არანაირი. ნუ ლეგიონს რაც შეეხება, ჩვენ ესეთი პრობლემა არასდროს არ გქონია პროფესიონალისთან და წონის ჩაბარებასთან.
როგორც ყოველთვის ეხლა რაც იქნება მონიჭებული და რაც არის 400 კილოგრამი, მარტივად 400 კილოგრამს შევაბარებთ. სუსან მექნება კიდე ერთი კითხვა. მაინტერესებს ესეთი რაღაც. ნუ როგორც ვიცით ლეგიონი ფაქტიურად შეიცვალა მთლიანი გუნდი გარდა ერთი მოჭიდავისა და ნუ როგორც თქვი, ასე თუ ისე ყველა სათითაოდ იცნობ, მაგრამ კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ, რადგან გამას მაყურებლისთვის ასე თუ ისე ახალი სახეები იქნებიან და ნუ თუ გაამხელ ამ გეგმას ფრიად უფრო საინტერესოა. კი, მაგრამ რა თქმა უნდა არ გავამხელ ამ გეგმას, იმიტომ რომ შეუძლია მე ჩვენს ოპონენტს გუნდს ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. როგორც აღნიშნე, რამდენიმე არა ყველასთან, მაგრამ რამდენიმესთან, რომლებიც ახლა ამჟამად გამოდიან ახალი შემადგენლობით, მაქვს ნაჭიდავები და ასე თუ ისე ჩემით ანალიზი მაქვს ვაკეთებული. რეალურად ხო შემიძლია შევთავაზო და შევთავაზე კიდე ჩემ გუნდს ის სქემა და ბევრი ცვლილება შევიტანეთ ამ სქემაში და ამ სისტემაში და ამ ტაქტიკაში, რომელსაც გამოვიყენებთ ლეგიონის წინააღმდეგ და ამას ნახავენ 21-ში. როგორც ვიცით, ლეგიონის საწყისი გუნდიდან ბევრი ტრამვების გამო, ესე ვთქვათ, შეიცვალა გუნდი. შენი აზრით ამ ყველაფრით, რადგან ტრამვები იყო და ახალი მებრძოლები არიან ტატამზე შემოსულები, იქნება თუ არა ეს ლეგიონისთვის გაძლიერება თუ შენი აზრით ეს ყველაფერი უბრალოდ ტრამვებმა უფროს გუნდი დაასუსტა. იმიტომ რომ ნუ თავისთავად ვიცით, როგორც შენ ამბობ, რომ გაქვს მათთან რამდენიმეჯერ გაზიარებული ტატამი და შენი აზრით როგორ შეაფასებდი ახალ ლეგიონს? ლეგიონი პირველ რიგში ძალიან ბევრ მებრძოლს მოიცავს, რომლებიც ძალიან მრავალფეროვანი ტექნიკით, მრავალფეროვანი გამძლეობით, ძალით თავისი ფლოუთი განსხვავდებიან, ძალიან დიდი ბაზა აქვთ, შედარებას ვერც კი გავაკეთებ ჩვენ დარბაზთან, ამას დაკნინობით არ ვამბობ და პირიქით ეს უფრო ღირსების მომენტია, რომ მე ჩემ დარბაზს წარმოვადგენ, რომელშიც სულ რამდენიმე ათეული კაცია, რომელიც ამხელა ბაზის წინააღმდეგ იბრძვის და ამ ბაზიდან საუკეთესოებს ირჩევენ. არ ვიცი. წინა გუნდთან შედარებით უკეთესია თუ არა, ჩემი აზრით უკეთესია. ერთ კითხვას დაგისვა პირადად, შენ მაინტერესებს ესეთი რაღაც, ხვალიც გაქვს შენ პერსონალური პირადი დაპირისპირება ტატამზე და მაინტერესებს ხვალ შენ უფრო მეტად შემტევი იქნები თუ თავს შეინახავ შემდეგი გუნდური შეჯიბრისთვის? არანაირად. მე ვიბრძვი და ამავდროულად მინდა რომ დავდგაშოუ, რომელიც მოიცავს ჩემი გადმოსახედიდან შემტევ დომინანტურ ბრძოლას. იმის მიუხედავად რომ ბრძოლა მაქვს ამის მერე ერთ კვირაში არ ვაპირებ რომ თავი დავზოლო. ძალიან აქტიური ხარ და ძალიან მიხარია ესეთი სპორტსმენის ჩვენს ტატამზე გამოჩენა და კიდე ერთი ესეთი კითხვა მექნება. მაინტერესებს თუ გექნებათ მაინც ასე თუ ის კიდე ერთი კვირაა და თქვენი აზრით ესე ვთქვათ სათადარიგო სკამზე თუ ყავთ მაინც ვინმე გათვლილი იმ შემთხვევაში თუ ვინცობა ვინმე დაიტრამა ან რაიმე პრობლემა იყო, იმიტომ რომ ერთი კვირა მოსამზადებლად კიდე არის და ნუ ვიცით რომ ვარჯიშებზე შეიძლება რაღაც გაურკვეველ ინციდენტს ქონდეს ადგილი. კი, ყავს ერთი არის ალექსეი, რომელმაც წინა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი იქნება კიდევ ვლადი, რომელიც ისიც წინა შეჯიბრზე იყო გამოსული. თუ შეკითხები დარბაზში კიდევ? კარგი, მე მგონი აღარ არის შეკითხები. მოკლედ ლოკენჩოუკისა და ლეგიონის დაპირისპირება გაიმართება შემდეგ შაბათს, მეგობრებო. მოდი ხა დავამშვიდობოთ წარმომადგენლებს და დაუძახოთ ამ ივენტზე მოასპარეზე სუპერ ფაითის მონაწილეებს. მადლობა მეგობრებო. სუპერ ფაითის მონაწილეები იქნებიან ლეო ბუაჩიძე და გამოსთვის კარგად ცნობილი ბატონი დავით ბადურაშვილი. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს? თქვენ? გადასარევად. კარგი, ნუ ძალიან საინტერესო დაპირისპირება არის ჩემი აზრით. ბადურ. ძალიან უცხოა ეს ყველაფერი ჩემთვის. არა უშავს არავის. გრეპლინგის მოყვარულებმა ლეო მეტნაკლებად საქართველოში იციან. გამაზის გამოსულა, ხალხი იცნობს, ჭიდაობს, ვიცით ვინ არის
თუმცა შენ ყველა გიცნობს როგორც მუშტიკრების მოჩხუბარს. რომ მოგვიყვე შენი გამოცდილება როგორი იყო ან თუ არის გრეპლინგში, ან ეხლა როგორი მზადები და ვისთან ლეოსთან საბრძოლოდ. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. მოკლედ, დიდი გამოცდილება მართლა არ მაქვს რა. უბრალოდ თავიდან რომ შევაბიჯე საბრძოლო ხელოვნებაში, დავიწყე MMA-ით და რა თქმა უნდა MMA-ის მებრძოლის ჯიუ-ჯიტსუს სწავლობს რა. და სულ რაღაც წელიწადი და 3 თვე დავდიოდი, მაგრამ მარტივად ავითვისე რა. სანამ ავითვისებდი და სანამ სწავლას დავიწყებდი, ზოგადად ჭიდაობისას რა. მქონდა რა, წვეჩი მქონდა რაღაც მონაცემები და მიუხედავად იმისა, რომ აი მართლა დიდი ხანია, ეხა დავიწყე ეს ბოლო 1 კვირა თუ კვირა ნახევარია ჭიდაობა ისევ. მაინც მქონდა ხოლმე რა, მონაცემები რა. ანუ მე უკეთ გეტყვით თუ გინდა, მაგრამ ეხავე შემიძლია გითხრათ რა. არ არის წვეჩი, მარტივი არ არის ჩემი არც დახჩობა და არც ნებისმიერი საბმიშენის გაკეთება ჩემზე რა. ანუ შენ ამბობ რომ 1 კვირა რას ვარდიშობ უკვე? კვირა ნახევარი. კვირა ნახევარი. ვისთან მზადები? შენი მწვანილობით რა. მამუკაშონიასთან. ეს კეპია. მაგდარბაში ვჭიდაობ რამოდენიმე MMA-ის მებრძოლთან. კარგი, ლეო, შენს მოწინააღმდეგეზე რო გველაპარაკო, შენ მეტნაკლებად გიცნობენ გრეპლინგის სამყაროში ახლა ქართველები როგორ ჭიდაობ და რა ჭიდაობ, თუ იცი საერთოდ ბადურა თუ გიყურებია გამაში, როგორ ჩხუბობს თუ იცი, ვინმეს თუ კითხე ვინ არის ეს კაცი, როგორ უნდა ვეჭიდაო და ზოგადად მოგიყვები რას ფიქრობ შენს ოპონენტზე? გამარჯობთ მეგობრებო. პირველ რიგში მინდა წარმატებები ვისურვო ჩემ გუნდს, რომელიც ხვალ ჭიდაობს კოზა ნოსტრა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ გამას რინგიდან გამოვამოგებული გუნდით და ვეტყვი, რომ Grapple Street არის ყველაზე ძლიერი გუნდი და ყველაზე ძლიერი აკადემია მთელ საქართველოში და ყველაზე პროგრესიული და ასევე შემდეგ მინდა ვთქვა, რომ ლეგიონს ვუსურვებ წარმატებების შემდეგ ტურნირზე. ცოტა ახლოს რა დიდი ხანი ვარჯიშობდი ლეგიონთან და მართლა ბევრ ხალხთან მან მეგობრობ და ძალიან მიყვარს ეს გუნდი და წარმატებებს ვუსურვებ და მგონია რომ მოიგებს. ახლა ჩემთვის პირადად ახლა ფავორიტები არიან შემდეგ ბრძოლაში ლოკენჩოუკთან და Black Eagle კი ძლიერი ოპონენტი არის, მაგრამ მაინც ახლა არანაირად არ მგონია რომ რამის გაუკეთებ და ან რამენაირად რომ მოუგებენ Grapple Streets. რო დაუბრუნდეთ ახლა, ხო ბადურაზე სიმართლე რო გითხრა, არაფერი არ გამიგია საერთოდ, როგორც აი გრეპლერს და არც გამიგია საერთოდ სადმე ახლა მამუკაშონია, ახლა ვიცი რომ მე დარბაზის არ ვიცი პროსტა დარბაზის დასახელება საერთოდ. კიკბოქსის დარბაზია ხო, MMA-ის არა, უბრალოდ არიან იქ MMA-ის ბიჭებიც რა და ასწავლიან MMA-ს. ხო, უბრალოდ არასდროს არ გამიგია, ახლა არ ვიცნობ რა ვის იმ გუნდიდან და ახლა არც ვიცი ვინც მანდ ვარჯიშობს სიმართლე რო გითხრა. ხო, ისეთი არა. ბრძოლები მომწონს, მე ნანახი მაქვს შენი ბრძოლები გამაში, ახლა სიმართლე რო გითხრა მომწონს. ცოტა ორივე ახლოს რომ მივიტანოთ შეიძლება მიკროფონი. შენი ბრძოლები მართლა ნანახი მაქვს რამოდენიმე შენი ბრძოლა მომწონს, შენ როგორ ჩხუბობ, მაგრამ ახლა სიმართლე რო გითხრა, თავიდანვე მაესტრო შემოთავაზე ბრძოლა შენთან, თავიდან მეგონა რომ მეგადავებოდა, ახლა არც ვიცნობდი საერთოდ ვინ ხარ, ხო და არც ვიცოდი საერთოდ, სრულიად მესმის შენი. არა, თავიდანვე მოვითხოვე სხვა ოპონენტი. მინდოდა ორხანი გაბის გამო და მინდა ახლა მოგებით რა ახლა აღვადგინო ახლა ჩვენი გუნდის პრესტიჟი, მაგრამ რო შემოთავაზ თავიდან არ ვერ გავიგე თავიდან რატომ დათანხმდი ამაზე და პატივცემ ამაზე რომ შენ საერთოდ გამოხვედი გამაზე და გრეპლინგზე რომ გამოდიხარ ახლა საჭიდაოდ, მაგრამ ზოგადად მებრძოლს თუ იცნობდი ბადურას მუშტიკრების მაგრამ არა როგორც მებრძოლს ვიცნობ თან დიდი ხნის წინ გავიგე ბადურაზე აი აირონ ჯოუსის დროიდან ახლა მაესტრო ხო ახლა მახსოვს და რაღაც ვიდეოები ჩაგდებული ქონდა ახლა აირონ ჯოუსის მონაწილისავით რო ჩაგვიგდა ვიდეოები ერთი შემიძლია გითხრა რომ მართლა არ იქნება მარტივი даже გაუცდები რა მართლა გეუბნები არა ვიცი რომ არა просто გაუცდები ადვილი იქნება ჩემთვის ახლა არასდროს არ არის არც ერთი ბრძოლა არ არის მარტივი ახლა ეგ თავიდანვე ვიცი ახლა მაგრამ წვეჩი გაუცდები ნუ მაინც ახლა there are levels in this game ახლა რაღაც დონეზე ახლა შენ თუ ახლა შეგიძლია დამგუგლო ახლა როგორც მოჭიდავეს ახლა გრეპლინგში რა ტურნირებზე ვარ გამოსული რა ტურნირები მაქვს მოგებული და თან ნახავ რომ არც ერთი ბრძოლა არ მაქვს წაგებული საბმიშენით ახლა და ნუ მარტივი შენთვისაც არ იქნება არანაირად ახლა კაი ბადურ მაგრამ იცი რა ეს გაოცებას რითი აპირებ ლევოსი კონკრეტული გეგმა გაქვს რამე თუ შენ გამძლეობაზე აპირებ აქცენტის ზუსტად მე ანუ ეხავე ვიტყვი რა პირდაპირ ვიტყვი გულახდილად არ ვარ დარწმუნებული რომ მოვიგებ 21-ში. პირდაპირ ვიძახი, მაგრამ
ანუ ზუსტად მაგას გულისხმობ იმაში, რომ გავაოცებ თქო მაყურებელსაც და ლეოსაც, რომ არ იქნება, მართლა არ იქნება ჩემი მარტივი დამარცხება რა. აი მოდი რა ხან გულწრფელები ვართ, მე გულწრფელად კითხავ შენ რა. გულწრფელად კითხავ. ფურცელზე ეხლა ვიცით რომ ლეო არის ფავორიტი, საკმაოდ მძიმე. საკმაოდ. თითქოს ჩანს რომ უნდა მარტივად მოგიგოს. შენ ამ ბრძოლაში ისე გადიხარ რომ გჯერა რომ მოიგებ, ანუ სადღაც მაინც ეხლა კი ახსენე რომ ანუ კი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა კი. ძალიან კარგი, მიხარია ამის გაგონება. კონკრეტული რამე საყვარელი თუ აქ რაღაც მაგრა დაკეთებს ძალიან და მაგით შეიძლება დაიჭიროთ თუ უბრალოდ იმას აქცენტს რომ აი ძალიან რთულია შენი დაჭერა რამეზე. ქონდა ხოლმე, მაქვს, მაგრამ არ ვიტყვი. ესე ვეჭი არ ვიტყვი რა. ლეო, შენ თუ აპირებ კონკრეტულ რამეს რომ აი ესეთი რაღაც გაუკეთო ლეოს, თუ არ გაგვიმხელ მაგას? არ შენ არ თქვა. არა, შემიძლია პირდაპირ თქვა, ახლა მე არ მინდა რომ რამდენიმე ტრამა რომ მიიღოს პატურო და ახლა ამიტომ არ ვეცდები რაღაცა იმ მკივნეული ელექტრი რომ გავაკეთო და უფრო მახრჩობელასზე ვიფიქრებ ახლა ჩემ ბრძოლის დროს, ახლა ძირითადად ახლა ზურგიდან რაღაცა რიონეკი ჩოუკი ან რაღაცა გილიოტინასავით რაღაც ამას ვეცდები და ახლა არანაირი პრობლემა არ მაქვს, ახლა გაიგო, ახლა მაინც ვიცი რომ ვიცი ეს ილეთები შემიძლია ამ ილეთების გაკეთება, ბერჯერ გამიკეთებია ტურნირებზე ეს ილეთები და ამიტომ ხო ახლა მაქსიმალურად ვეცდები რომ მახრჩობელად რომ დავასრულოს ბრძოლა. კაი. შენ ზოგადად ცნობილი ხარ მე თუ მკითხავთ ქართულ გრეპლინგ სამყაროში რომ საკმაოდ უხეში მოჭიდავ ხარ. ანუ შენ არ ჭიდაობ როგორც რაღაც წყალი რომელიც ტივტივებს და რაღაც შენ ხარ ძალიან უხეში და ძალაზე კონცენტრირებული მებრძოლი მე ჩემი აზრით რა. და ამას რო პირდები ხა ბადურას რო აი არაფერს არ ატკენ, კინოს არ გაუკეთებ. უნდა გინდოს ხა ამაზე ბადურაშვილი შენი აზრით? არა, ნუ ახლა რა თქმა უნდა. როგორ გახვალ მოეფერები თუ რას? არა, კი არ მოეფერები, ახლა მე უფრო იმაზე რომ მახრჩობელს გავაკეთე იმ კუთხით რომ აი ხო არმბარი რო გაუკეთო ან რაღაცა ფეხის მკივნელი რო გაუკეთო. თუ რამე ეგრევე დაგნებდები არა. ყოველთვის შესაძლებელი არის რომ რაღაცა რო დაემართოს, რაღაცა მოტყდეს ან რაღაცა იოგი გაწყდეს და ბევრ რაღაც შეიძლება რომ მოხდეს. ახლა მახრჩობელს დროს ახლა მაქსიმუმ რაც მოხდება შეიძლება დაიძინოს ახლა. არა, ხელს მართლა არ მოვიტეხავ სვეტში არც. არა, ნუ ახლა არც თუ მეთქინება რაღაც თაფი და ეგ. გითხრა, არც მინდა რაღაც ატკინო ახლა ბრძოლის დროს და ახლა მართლა ნუ არანაირი არა ვარ ისეთი სადისტი ადამიანი როგორც ახლა ლუკამ გამ. სადისტი არა ხარ, კაცო, ეგ ამიკოა მაგალითად ეგეთი როგორც შენ ხარ, ძალაზე ორიენტირებული უხეში მოჭიდავ, ეგ სუდი რაღაც არ მithქვა შენთვის უბრალოდ. აი რომ ამბობ რომ ტკინოს არ გავაკეთებ, არმბარი რო გააკეთო, ან რაღაც აი ნიბარი ან რაღაცა, როგორც გითხრა დაგნებდება ეხა. ვასო რო იზდეს, შეიძლება თქვა მე თქვა, იმიტომ რომ ვასო იტყვის რომ მე არ დავთაფავ და მოვიტეხავ ხელს. მაგრამ კაცი ამბობს რომ მე თუ ხელის მოტეხვავ, იგზენ დაგნებდებ. არა, ნუ სიჩქარის დროს ახლა რაღაცა სწრაფით რო რაღაცა ილეთი რო გააკეთე, მაინც რაღაც შეიძლება ვერც მოასწროს ადამიანი ამ კუთხით ვამბობ ახლა მაინც ახლა. ანუ შენც ბადურასავით კონკრეტულ სამისს არ უპირდები. არა, ნუ მახრჩობელაზე უფრო დავფიქსირდები, ახლა რაღაც მახრჩობელას ვეცდები მაქსიმალურად რომ გავაკეთო. კაი და ერთმანეთს კითხავ, შენ ეს რამდენ ხანში დაამთავრებ ამ ჭხობს? არ მინდა რომ სწრაფით რომ დავამთავრებ ეს ბრძოლა, მინდა რაღაც ვაჩვენო, ახლა მაინც ახლა ჩემთვის ეს არის დაბრუნება რაღაცა ქართულ ჯიუ-ჯიტსუში ახლა. ჩემი პირველი ტურნირი იყო ახლა რაც დავბრუნდი გერმანიდან იყო კვინტეტი რაც გიმნაზიაში ჩატარდა და ახლა იმის მერე მქონდა ტრამები, მერე ოპერაციაც მქონდა და ახლა საკმაოდ დიდი დრო გაიწელა ეს ყველაფერი და ჯერ იმას გამას კვინტეტს ვერ გამოვედი ჩემ გუნდთან ერთად ტრამების გამო, ახლა წონის გამოც ახლა ფიზიკურად ახლა ჩვენი გუნდი არის ისე შედგენილი რომ წონის მხრივ ახლა ცოტა მძიმე ვარ და ახლა ვერაფერს ვერ შევინასე ვლადის გარდა და ნუ ფიზიკურად ძალიან ძნელი იქნება ეგ და მინდა რაღაც ვაჩვენო ჩემი დონე ახლა საქართველოში. აპირებ რომ დიდხანს იჭიდაო. გეგმაში იქნება? 3-4 წუთი მაქსიმუმ. 3-4 წუთი. ბადურ შენ რას გეგმო? მაინც მოგიწევს დიდხანში დაო. მართლა გეუბნები. შენ პირდები რომ დიდხანს გადაიყვან დამატებით დროში ამ ბრძოლა შენი აზრით? როგორ? დამატებით დროში ამ 6 წუთის შემდეგ გადაიყვან თუ არა ამ ბრძოლა? მართლა გეუბნები, მაგაზე ვფიქრობდი. ანუ აპირებ რომ დაღალო ლეო. ვაპირებ რომ საქმე გავურთულო რა. გასაგებია. დარბაზში თუ არის რამე კითხვები საინტერესო იქნება რომ მოვისმინოთ. მე მაქვს ერთი კითხვა ესეთი ლეოსთან. წეგან თქვი რომ ორ ხანთან გინდოდა დაპირისპირება. მაგრამ რატო ვერ შედგა ეს მატჩი, ანუ ორ ხანთან დაპირისპირება და თუ იგეგმება მომავალში რომ ორ ხანთან კონდეს, ასე ვთქვათ, სუპერ ფაიტი ან რაღაც ბრძოლა ერთ-ერთზე, ასე ვთქვათ. მე კი არ უნდა მკითხო, მაესტროს უნდა კითხო რა. მაგრამ თავიდან საკმაოდ 1-2 თვე უკვე ლაპარაკობთ მე და მაესტრო იმაზე რომ გამოვიდე გამაზე და ვიჭიდაო და გაბის და ორხანის ბრძოლის მერე პირდაპირ მაესტროს კითხე რომ მინდა ორხანთან ჭიდაო და უარი მითხრა. და მაგ დროს ფიქრებში ჩავარდი ახლა ვისთან უნდა მაჭიდაო საერთოდ. ახლა არც ვიცოდი ვინც ახლა ბადურასთან.
ხო 85 კილოში ახლა არ არის იმდენი მოჭიდავები ვინც ახლა საქართველოში არის ვისაც ახლა პოტენციურად შეიძლება გამოსული იყო ჩემთან ერთად საჭიდაო და ახლა არ ვიცოდი საერთოდ მაგრამ უარი მითხრა თავიდანვე მითხრა ორხანთან არ გაჭიდავებ ჯერ ვიღაც სხვასთან უნდა გაჭიდავ ანუ გასახურებელი მაჩე და შემდგომ მაინც რჩება ძალაში შეიძლება შედგეს ეს ეგრე გამოდის კიდე მაქვს ერთი კითხვა იქნე გამომდინარე რომ გუნდურ დაპირისპირებებშიც კარგად ერკვევი და გარკვეულს არის მე მეტყვი თუ გიხილავთ ანუ გერპლინგ სტრიტის გუნდში ანუ თვითონ გუნდში ხო არა ხარ ძირითად დროში ან ძირითად ასე ვთქვათ შემადგენლობაში 5 კაცში თუ არის იმის შანსი რომ ძირითად ასე ვთქვათ რომელიმე ამოვარდეს ან შეიცვალოს და შენ ჩაჯდე გუნდში ასე ვთქვათ არა სულ თავიდან ხო ვიყავი გრეპლსერის გუნდში კვინტეტზე პირველი კვინტეტი რაც ჩატარდა საქართველოში გიმნაზიაში ის არ მინახე ეხა ვიცი ხე რაც ეს გამას დაიწყეს გამასის დაიწყო თუ არის შემდგომ ბრძოლებში ვიჭიდავ ხო და თავიდანვე ვიყავი და ვაპირებ გამოსვლას ანუ შემდეგში შეიძლება ხო არა ოკეი ძალიან კარგი კიდევ არის შეკითხვები წესით კი მე მაქვს შეკითხვა ისმეთ მაესტრო ბადურაშვილთან მაქვს გამოუშვი მამუკა შონი არის ძალიან მაგარი მწვრთნელი ოღონდ ერთი ნიუანსია არის ძალიან მაგარი მწვრთნელი კიკბოქსინგში ვიცი რატო ემსათები მაგასთან გრეპლინგში MMA-ზეც გაყავს ბიჭები და ჭიდაობენ ჯიუ-ჯიტსუს ტრენერიც ყავთ ერთი აჰა ოკეი არ ვიცი სახელი მართლა მე რა მამფორია არის მამუკასთან MMA-ის მებრძოლია საერთოდ კი MMA-ის მებრძოლია და სხვათა შორის ნუ MMA-ისთვის ძალიან კარგი ჭიდაობა აქვს მაგრამ გრეპლინგში ვნახავთ ბადურას რა უქნა დაახლოებით 10 დღეში ხო ნუ იქამდე 20 დღე იქნება და ჩემი ძველი მასწავლებელი იყო გოჩა ნეფიერიძე ნეფარიძე ხო გოჩას კარგი აი გოჩასგან ვიცი რაც ვიცი რა ბადურასთან მექნება და არ ჩანვარ ხვდებით კი არაა პრობლემა ნახე რა მაინტერესებს ბადურ მუშტიკრივში ყველა მიცის რომ დავით ბადურაშვილი არის ესეთ მებრძოლი რომელსაც შეუძლია ნოკაუტების გაკეთება ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ის მაგრამ გაქვს კარგი კიკბოქსინგის ბაზაც როგორც ახსენე მამუკაშონია წინაშე ჯიბზეც თქვი რომ შონიას გაზრდილი ხარ კიკბოქსინგში და სტრაიკინგში კითხვა მექნება MMA-ზეც ხო არ ფიქრობ აუცილებლად რამდენ კილოში მაგიტო გამოვდივარ ახლა რამდენ კილოში 76-ში 76 არ არის MMA-ში ბადურ 77-ია 77 კაი რა მაინტერესებს კიდე MMA 4 წელი აღარ მიჩხული ნუ არა დაისა რა რეკორდი გაქვს MMA-ში ერთი წამი ბოდიში ლეო 0-ზე 0-4-ზე ის არის არა აუ აი ხა პროსტა ეს კითხვა მინდა დავსვა რა ინტრიგნულად შეიძლება ჩაითვალოს მაგრამ ბიჭო ნაირასთან ჩხუბამდე ხო მე გეხმარებოდი წვანის კლუბაში MMA-ის რო იჩხუბე და ეგ იყო 1 წლის წინ 4 წლის წინ ანაირად იჩხუბე 1 წლის უკან სად იყო ბიჭო ნაირასთან ხო ემზადებოდი მოსამზადებელში სადაც შენ MMA იჩხუბე საზღვარგარეთ არ მახსოვს აღარ მოგეწია ამდენი და ემახსოვრებოდა ალბათ რავი მაგის ბრალ ბევრს ვეწეოდი კი ხო ნუ რავი ხა რა მაინტერესებს ვაფშე ბევრი რაღაც არ მახსოვს გამას გრეპლინგის წესები თუ იცი ასე თუ ისე რა რომელ გუნდს გამოარჩევ ფავორიტად თუ უყურებ ბავშვი კაი ჯერ ამას ბიჭო ანუ ნახე იყო პერიოდი რომ ლეგიონში მინდოდა მისვლა რა წვეთში თავიდან მოდი გრეპლსტრიტში რაც ვიცი იმას გამოვარჩევ ლეგიონს მეტი კიდე რა იცით ხო მითხარი არაფერი არ ვიცი კაი მაშინ კიდე საბმიშენების სახელები არ ვიცი კაი კიდე ერთ რაღაცას კითხავ რა ნახე MMA-ში აპირებ ბრძოლა 77-ში მაგრამ MMA-მდე მე და შენ შეთანხმებული ვართ იმაზე რომ გრეპლინგის უნდა გვეჭიდავა კი ეს შემოთავაზება შენი მხრიდანაც თუ ძალაშია და გაქვს თუ არა სურვილი იმის რომ იჭიდაო და ჯერ მოდი ჩვენ ვიჭიდაოთ ახლა ჯერ ჩვენ ვაჭიდაოთ მე თქვენ ლეო შენ ხო თქვი რომ მე არ დავაზიანებო ანუ არ დააზიანებ და მე ეხა რა შენ თუ მე გამიჩალიჩებ იმას რომ მე ბადურასთან ვერ ვიჭიდაო მეწყინება მოდი ჩვენ და მეწყინება ანუ და ნახე ეხა მინდა ესეცი რაღაც გავაკეთოთ რა გამაში როგორც ვიცი ნუ აირონ ლაშა არის ის ადამიანი რომელიც გამას სამივე სპორტში ესე რომ ვთქვათ აქვს მიღებული მონაწილეობა მაგრამ მე მინდა ვიყო გამას და ნუ მე მინდა ვიყო გამას ის ადამიანი რომელიც ერთ და იგივე ადამიანთან სამივე სპორტის სახეობაში მოიგებს ეგ არის და ეგ და რა ვიცი შენი ინტერესი თუ იქნება MMA-ში პროსტო ნახე რა პირდაპირ გეუნები ეხა რესპექტ bro გრეპლინგში მინდა რომ მალე ვიჭიდაო ისევ რა იმიტომ რომ აი ჩვენს წამყვანთან აგერ ბატონ ლუკასთან დავუმარცხდი ალბათ კაჩ დავუმთავრებ კაცო ახლა ალბათ შენს დამარცხდები 0-1 და ნუ საინტერესო იქნება რა პირდაპირ გეუნები ხა ჩემი ესე რომ ვთქვათ განმოსახედიდან ლეო გაჯობებს რა ოღონდ აი ლეოსთან მართლად ხო უნდა მაქვს რომ ხელიც რომ მოქცეს გთხოვ არ მოტეხო აი გთხოვ წადი ისევ მე დარწმუნებული ვარ რომ შენ ბადურაზე უკეთესი გრეპლერი ხარ და ანუ თუნდაც ის რომ
გრეპლერს ხო შეუულია ის რომ ერთი სამიშენი შეცვალოს მეორეთი პროსტო კიდურებს თავი გაანები არც არც სადო ერთით ხოვნა მაგრამ შემინახო ეს კაცი ამიტომ 3-4 წუთი ვაპირებ რაღაცა სხვადასხვა ტექნიკა ვაჩვენო რამოდენიმე სხვადასხვა მართლა რო არიციან რა რო გვაქვს ბიჭო მე და შენ გვაქვს ნაჭიდაობები მარტივად გეტყვი რა ბადურას ბაზას მარტივად გეტყვი ნუ სტრატეგიას არ გაგიხარ ნახე მარტივად გეტყვი კაი basic რაღაცები იცის რა ეხა რაღაცა მინიმალური просто აი არ ვიცი ძალა რამდენად ყოფა იმის თონი რომ ფერგუსონის გადაბრუნებებით ვიძრა იმანირი როლი ქვია მაგას თქვენ ანუ ერთმანეთს გიჭდა აქამდე გიჭდავია კი დარბაზში სამჯერ ვიჭიდავე და სამჯერ მოვახჩე კი იმიტომ რომ როლი ხო და არა ნახე არის ჭიდაობები სადაც კომპიტი არ არის ჭიდაობები სადაც კომპიტია და ამიტომ დარბაზის ლომი არ ვარ და განახებ რომ ის სამი საბიშენი უბრალოდ როლი იყო კაი აი და კიდე რა მაინტერესებს ეხა ნუ ბადურ შენთან რა კარგად ვიცით ეხა რომ ნუ ასე თუ ისე შენი ცხოვრების სტილის მიუხედავად რა შეგიძლია ის რომ ძალიან დიდი ხანი მაინც იჭხუბო რა ყველაფერს მიუხედავად იმიტომ რომ ბევრი მართლა მაგრად ემზადება ვარჯიშობს მაგრამ გამოდიან და ნუ პირველ რაუნდში იღლებიან ანითიშებიან ნუ ეგეც ხო დავისთავად და მაინტერესებს ესეთი კითხვა მაქვს შენთან მზად ხარ იმისთვის რომ აი გაგზელდეს მაგალთ როგორც შენ თქვი რომ სიურპრიზები გაქვს და გინდა რომ გადავიდეს დამატებით დროში მზად ხარ იმისთვის რომ თუნდაც როგორც ვასომ და გიგი მიჭიდავეს ალბათ მე 15 წუთი იყო ხო სადაც კი 15 წუთი 15 წუთი დაგე და იჭიდაო სიმართლე გინდა გითხრა ანუ მე როგორც ვიცი შენ გულახტილი ბიჭი ხარ ტყუილს არც როცა ვარჯიშობდი ხოლმე რა მართლა გეუბნები ხო არის კატეგორია ადამიანების რომ ჭიდაობით უფრო იღლებიან ვიდრე ბრძოლით ხო მე პირიქით მართლა ნუ მაგას ანუ არ ვიღლები რა მართლა არ ვიღლები კაი მაშინ განახოთ ეგ კაი მაშინ ახე ხალხმა ნუ იცის ჩემი ჭიდაობა იმიტომ რომ ნუ ლუკასთან დავმარცხდი მარტივად გეტყვი და კიდე ესეთი კითხვა მე ხა ჩვენი ჭიდაობა არის ის რა ხალხმა რო ვიჭიდავეთ ვიგორავეთ ნუ ვიჭიდავეთ ლუკა ვიჭიდავეთ ხო იცი ვიჭიდავეთ ჩვენ ვიროლავეთ და მაინტერესებს ესეთი კითხვა ნუ რადგან ამბობ იმას რომ დაჟე საბიშენების სახელების ბევრის არის ნუ ასე თუ ისე ჩემი ჭიდაობაც ჩემთან გიჭიდავია ნახე ლუკასთან ჩემი ჭიდაობა წესით და მაინტერესებს ჩემთან რამდენად მომზადები და რის როგორი გეგმა გაქვს ესე ვთქვა თავში, იმიტომ რომ ვიცი ხოლმე რომ შენ ძალიან ბევრი რაღაცის წინასწარ დალაგება გიყვარს. აი რას ფიქრობ ჩემთან რის იმედი შეიძლება გქონდეს. ლეოსთან პირდაპირ გეუბნები რა. წინასწარ გინდა რომ გითხრა ხო რითი ვაპირებ შენს გიო თქვენი ბრძოლის პრომოუშენი არა ძალიან დიდი ბოდიში, არა ნახე ლეო ძალიან დიდი ბოდიში. პროსტა ნუ ჩვენ წვილი არის ის წვილი რომელიც ჩაიშალა სხვადასხვა ბრძოლები და ხოხტები რა. აი ახლა ჩვენ გვაჭიდავთ და მე გამოდი და იჭიდა. ნუ ხალხმა მინდა გაიცნოს ხა ბადურა გრეპლერები ასე თუ ისე გიცნობენ და მე მინდა რომ ბადურაც ვიცი ფეხის საბმიშენიც როგორ კეთდება ხელის საბმიშენიც მაგრამ ჩემს ყველაზე მარტივი არის ხოლმე მახშობელა რა. და მახშობელა იქნება ისე ალბათ როგორც მაშინ სამჯერ მახშობელა. ერთს გეტყვი რა, ერთს გეტყვი რომ რაც იქ კადრზე ნახე რა ჩემი კომპიტის შესახებ რომ ლუკამ მაზერს მილკი ის რძის შოუქი ის რავი გააკეთა ლუკამ გააკეთა თავის ფიზიკიდან გამომდინარე რაც შენ არ გაქვს ამასთან შედარებით და ნუ მაინტერესებს ეხა რა რომ აი არ ააგო იმაზე გეგმები რომ დაждდები და თუნდაც მაუნც რომ გადამაჯდე ვერ აქცევ იმიტომ რომ ლუკა პროსტო ჩემზე ძალიან მძიმე იყო და ერთს გთხოვ პირდაპირ გეუბნები რომ წონასთან თუ შემდეგზე იქნება მე პრობლემა მექნება მოიმატე რა ცოტა რა პირდაპირ გეუბნები ეხა ჩვენ რამდენში ვჭიდაობთ არ ვიცი ახლა მაესტრო საბოლოო ჯამში არ მითხრა ვაფშე რა წონა არის ჩასაბარე აბსოლუტური მაგრამ 85-88 კილოს ფარგლებში ვარ ხო ეგ ჩემს პრობლემა არა ხო და მე ხლა ძანძიმი არა ვარ ახლა ბიჭო მე ვარ 90 ვარ მე ხლა უკვე 12 ალბათ რა და 90-მდე ვერ მოვიმატე არა მაგას არ გეუბნები შევთანხმდეთ რა რაღაც წონაზე კარგი მოკლედ რო ვთქვათ შენთან ახმა ხარ გიორგისთან იმსაც ეჭიდავები და მე MMA-ში ეჩხუბები მულტიკებს რო რამე კიდე იშხუბები კი ოღო ნახე ანუ ბადურა ბოლო მოგება მუშტიკლში ბადურა გრეპლინგში მოგება ბადურა და MMA-შიც ბადურა რა უარს არაფერზე არ ვიძახი ძალიან დიდი მადლობა უკავშირდება და კომპაქტ სპორტს უარს არ ვიძახი არასდროს კიდევ თუ არის კითხვები დარბაზში არის კითხვები ეხლა ნახე ინტრიგულ კითხვას დასვას. მოგესალმებით ფებრძოლებო, ნუ უკვე გრეპლერებო, დავით შენთან მექნება? გამოუშვი. შენთან მექნება ესეთი შეკითხვა, ნუ რაღაცა ძალიან დიდად შემოგიტიეს, მაგრამ მაინტერესებს, აი უფრო MMA-ისთვის, MMA-ზე რა გეგმები, უფრო კონკრეტულად მაინტერესებს, როდის გეგმა, როდის გინდა, ვისთან გინდა, ნუ გიორგიმ გააჟღერა, მაგრამ შენი აზრი რო დააფიქსირო უფრო. მესმის რომ ყველაფერზე თან ახმა ხარ და ყველა ბრძოლაზე შენი სურვილი გამოთქვი უბრალოდ. მუშტიკრივში მაქვს დარჩენილი 2 ბრძოლა. კონტრაქტის მიხედვით რა. როგორც ამ კონტრაქტს მოვრჩები, მინდა რომ MMA-ზე გადავიდე რა.
მინდა რომ ცოტა ხანი MMA-ის შევხედო. რა შემიძლია, როგორ ვიცი რა შემიძლია უბრალოდ. მინდა რომ MMA-ში ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო რა, მოკლედ რო ვთქვა. და გავაკეთებ კიდევაც აუცილებლად. ვინაიდან MMA-ზე წამოვიდა საუბარი და მე როგორც მოგეხსენებათ, სამივე დარგში ვარ matchmaker-ი. ლეოსთან მაქვს კითხვა. ლეო, შენც გაქვს გამოცდილება MMA-ის, Muay Thai-ის, დარბაზისეული როგორც მინიმუმ. არ მაქვს აქ ბრძოლებზე საუბარი, მით უმეტეს პროფესიონალურ. ბრძოლები მარტო Muay Thai-ში მაქვს. ხო, რა გეგმები გაქვს ზოგადად შენ პროფესიონალ სპორტთან, მარტო გრეპლინგში აპირებ გაგრძელებას კარიერის ასე ვთქვა თუ MMA-საც განიხილავდი? ახლა ჯერჯერობით მაინც გრეპლინგზე მარტო ვარ მაგ ფოკუსი, ახლა MMA-ზე რო ვთქვა, ახლა უარს ვერასდროს ვერ ვიტყვი, ახლა არ ვიცი, ახლა მომავალში რა მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით არა. მაინც დოქტორანტურა მაქვს ჩასაბარებელი და იმის მერე უკვე შევხედოთ. ასევე ლეოსთან მექნება მეც კითხვა. ორხანის გარდა, ნახეთ რომ ძალიან ბევრმა გუნდმა იჭიდავა და შენთვის სამომავლოდ, ვინმეს თუ განიხილავ ისევ, რადგან გრეპლინგზე ამბობ, რომ ასე თუ ისე ეხა გრეპლინგზე გაქვს თავარი გეზი, მაინტერესებს ორხანის გარდა კიდე თუ განიხილავ ვინმეს შენს მომავალ ოპონენტად. არის რამოდენიმე. კონკრეტულად გითხრა. ახლა ამიკოსთან მაინტერესებს super fight-ის ბრძოლა, რადგან ახლა ჩვენ ვიჭიდავთ უკვე ერთხელ წინა კვინტეტზე და მან სუპერ მომიწია დაცვა. ახლა დარჩენილი იყო ნიქსონი ჩვენ გუნდში და ამიკო იყო ბოლო Black Eagles გუნდში და დაცვა მარტო მომიწია საბოლოო ჯამში. ახლა ამიკო ვერაფერი ვერ მიქნა და ისე მოიგო ჩვენი გუნდი და ახლა მაინტერესებს ახლა ისეთი ბრძოლა რომ შევადგინოთ, სადაც მეც მომიტიეს რაღაცა შეტევის გაკეთება ამიკოზე და მართლა მაინტერესებს ამიკოსთან ჭიდაობა. ამიკოს გარდა ახლა აჩოც მახსოვს ადრე ძალიან დიდი ხნის წინ პირველი გამას გრეპლინგზე გამომაწვია ერთხელ მახსოვს. ტურნირზე ყველაფერი შესაძლებელია ახლა why not ნახოთ. ბევრი არის ახლა 85 კილოში ახლა მზად ვარ ნებისმიერი ოპონენტს შევხვდეთ და ვიჭიდაო. ასევე კიდე ერთი კითხვა მექნება შენთან, როგორც უკვე გრეპლერთან, რადგან ბადურა ფაქტიურად არ უყურებო რა, ესე გამოვიდა ლეგიონი ვიცი მარტო და შენი აზრით ამ გუნდების გარდა რასაც უკვე ერთმანეთთან ესე ვთქვათ matchmaking-ში დაპირისპირებიან, რომელი შეიძლება იყოს კიდე ძალიან საინტერესო წყვილები. გუნდური წყვილები. ანუ რომელ წყვილებს დააწყვილებდი სხვა ამ გუნდებიდან რაც აგვყავს, იმიტომ რომ ყველას ერთმანეთთან არ მიუღია მონაწილეობა. არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა, ახლა უკვე ძალიან მაგარი матчაპი იყო, ახლა მართლა ყველა ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი ბრძოლა იყო ლეგიონის და Grapple Street-ის შორის, ახლა იქნება ხვალ Grapple Street-ის და Black Eagles ბრძოლა, სადაც დარწმუნებულია რომ Grapple Street-ი მოიგებს, მაგრამ ახალი შემადგენლობა რაც აქვს ახლა ლეგიონს, ბევრად განსხვავებულია იმასთან შედარებით და მაინტერესებს ამ შემადგენლობასთან როგორ იჭდავებს Grapple Street-ი 400 კილოს ფარგლებში. აი მე მაქვს კიდე ერთი კითხვა. შეკითხვა. ლუკაც Grapple Street-ში ჭიდაობს, შენც უკვე Grapple Street-ში ჭიდაობთ. თქვენში ვინ არის უფრო ძლიერი? რა ინტრიგნული რაღაცა. გამომდის matchmaking. გუნდელებს შორის აღარ გამიგია უკვე ეს. მეგობრობა იგებს. ლეო просто ეგრე ლეო იყო უკვე გიმნაზიის წარმომადგენელი, ლეგიონის წარმომადგენელი. ზუსტად იგივე გზა გვაქვს გავლილი. ერთნაირად. ზუსტად იგივე გზა. მით უმეტეს ჩემიც არის ლეგიონი გიმნაზია Grapple Street. არა ნომადი რაღაც იქნება. კაი, ეს ხუმრობა იყო. მინიმუმ რო ვთქვათ მე ვარ 104 კილო, ლეო 85. ეხ ჩვენთან შეხვედრა არ არის ლეო 85 როგორც ვიცი, მეტია. 85, 88. 95. ამიტომ რას ანუ თუ გინდათ გავარკვიოთ ტატამზე გვერდზე დარბაზში, თუ ჩემ პირდაპირ შემოთავაზება იქნება. თუ გინდათ ახლა გითხარით, რა ვიცი. თითის მტკივნეული არის? მაჯის არის ბადურ. მაჯის თითების არა, ხო რა. არა, მე ლევ არ მინდა, მე მინდა აირონ ლაშა, რომელსაც ველოდები შხუბი მორჩება და მე შევხვდები. კიდე ვიღაცები არიან, მაგრამ გუნდელთან ამინა გამოსვლა.
მეც კაი, გადადით რომელიმე მესამე გუნდში. მე რეგ მოვაწყო მეოთხეში უბრალოდ. ჯრამ 7 და კარგი აურა აქვს ზოგადად. გრეპლინგს. განსხვავებულია არის. რა განსხვავებულია? ოფიციალური, ადეკვატური, მეგობრული და რაღაც. შენთვის ანუ ბუისტიკრის აურა არაადეკვატურია. ძალიან ხა ესეც. კარგი, მეგონი დარბაში კითხვები აღარ არის და თქვენ ლეო და ბადურ თუ გინდათ რამე ბოლტყობის თქმა, შეგიძლიათ ეხლა თქვათ ერთმანეთს უთხრათ ან მაყურებელს მიმართოთ თქვენი პრომოკოდი გააზიაროთ და არეკლამოთ. ჩემი პრომოკოდია ბადურა. შეგიძლიათ გამოიყენოთ და ისედაც ია ბილეთებზე მიიღოთ კიდევ უფრო დაბალი ფასი. ლეოს თუ ეყოლი რამეს. კაი კაცი ხარ მართლა, პატივის ჩემა ჩემგან, მაგრამ კიდევ იმას გეტყვი რომ ძალიან გაგიჭირდება ჩემი დამარცხება რა. აი ეგ. ლეო შენ როგიხარ შენი ბოლოს იტყვები? პრომოკოდი? პატივს ცემ ბატურას პირველ რიგში, რადგან გამოდის პირველად და ახლა დიდი გამოცდილება არ აქვს, როგორც გავიგე, პირველი ტურნირი არის შენთვის გრეპლინგში საერთოდ და ახლა ისეთ ტურნირზე ახლა საკმაოდ გამოცდილ გრეპლერთან გამოდი ხარ ახლა როგორც მე. დიდი გამოცდილებაა ჩემთვის ძალიან. პირველ რიგში ახლა წარმატებას გისურვებ, ჯანმრთელობას მინდა რომ გისურვო, მაგრამ მეც ახლა თავიდან ვამბობ რომ ახლა როგორც უკვე აღწერა, ახლა რაღაც მოფერები და რაღაცა მეც არ ვაპირებ გამოსვლას ახლა. საკმაოდ უხეში მოჭიდავე ვარ ახლა როგორც ლუკა აღნიშნა და ნუ ძნელი ბრძოლა იქნება ახლა 3-4 წუთი მე იმისთვის კი არ მჭირდება რომ ახლა რაღაც საბმიშნი რომ ვიპოვოთ რაღაც არა უფრო იმისთვის რომ ვაჩვენო ყველა ჩემი ტექნიკა ყველაფერი რაც მე ვიცი და მაქსიმალურად სანახაობრივი ბრძოლა ვაჩვენო ჩემი პრომოკოდი არის ლეო გამოიყენეთ 10%-იან ფასდაკლება და მოდით გვივალენში კეთ. უეჭველი მოდით. მადლობა მეგობრებო, მოკლედ გამას მაყურებელ სანახაობა არ მოაკლდება, მეგობრებო, ხვალ იქნება ძალიან მაგარი დაპირისპირება, ერთმანეთს შერკინებიან Grapple Street-ი და რუსთავის გუნდი Black Eagle-ი. ერთი კვირის შემდეგ იქნებათ ისევ Grappling-ი, სადაც ერთმანეთს შერკინებიან Legionel Loken Choke-ი, სადაც იხილავთ I'm Super Fights ბადურასა და ლეოს შორის 28-ში თქვენ ეკნებათ გამათეილი მუშტიკრივის ძალიან მაგარი დაპირისპირება და ყოველთვის სასურველი ბრძოლა შედგება საბოლოოდ პიტბულსა და ციკლაუს შორის და ასევე 7 მარტს გამა MMA ბრუნდება, რომელსაც დააგვირგვინებს გრეპლინგის მატჩი ოქტაგონ MMA-ის ყოფილი ჩემპიონის მათეს ანიკიდესა და ნიკა ვეკუას დაპირისპირება. მოკლედ აუცილებლად უყურეთ გამას, თელი თვე არის გაატვირთული და სანახაობას გამა არ მოგაკლებთ. მადლობა, ნახვამდის. კაია ძალიან